გამარჯობა. დღეს მინდა გესაუბროთ საკმაოდ საინტერესო წიგნზე, რატომ ვერ აღწევენ სახელმწიფოები წარმატებას, რომელიც ზუსტად ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს. წიგნი დაწერილია ნობელის პრემიის ლაურეატის მიერ ადარონ აჯემოღლუ, რომელმაც 15 წელი მოანდომა იმას, რომ კითხვაზე თუ რატომ არიან სახელმწიფოები წარმატებულები და რატომ სხვა სახელმწიფოები ვერ აღწევენ ამ წარმატებას, ზუსტად ამ კითხვაზე პასუხის გაცემას. წიგნში არის ძალიან ბევრი საინტერესო მაგალითი მოყვანილი და ამავე დროს საკმაოდ სიღრმისეული ანალიზი. თუმცა მარტივად რომ ვთქვა და საბოლოო დასკვნამდე მივიდეთ, სახელმწიფო წარმატება დამოკიდებულია იმ მართველი ელიტის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც გაუძღვებიან სახელმწიფოს და რომლებიც ღებულობენ გადაწყვეტილებებს სახელმწიფოს სახელით. იმ მმართველ ელიტებზე, რომლებიც ქმნიან ინსტიტუტებს და მათ მიერ შექმნილ იმ დოვლადზე და იმ მოცემულობაზე რაც არის. მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფოები და მმართველი ელიტები ხშირად ქმნიან ისეთ ინსტიტუტებს, რომლებიც მაქსიმალურად არის მორგებული მათ ინტერესებზე. მათი ინტერესი, როგორც წესი კი არის საკუთარი თავის გამდიდრება. მმართველ ელიტებს ხშირად არც კი ადარდებთ საზოგადოების მდგომარეობა. ვინაიდან რაც უფრო დაჩაგრულია საზოგადოება, მით უფრო მეტი შეუძლია ამ მმართველ ელიტას ამ საზოგადოებიდან ამოიღოს და ამაში უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო ჩაგრულია საზოგადოება, მით უფრო მარტივად შეიძლება ამ საზოგადოების მართვა და მით უფრო მარტივად შეიძლება მმართველი ელიტის გამდიდრება. როგორც წესი, ძირითადად ცვლილებები, როგორც წესი მოდის დიდი უთანასწორობის შემდეგ. უთანასწორობა ქმნის უკმაყოფილებას. უკმაყოფილობა კი შედეგად გადაიზრდება დაპირისპირებაში. დაპირისპირება როგორც წესი შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, თუმცა ორი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში მოხდა და რომელმაც საბოლოოდ სახელმწიფოების შეცვალა, იყო რევოლუციები, ერთი 1688 წლის რევოლუცია ბრიტანეთში, ხოლო მეორე ფრანგული რევოლუცია ეგრეთ წოდებული. ამ რევოლუციების შედეგად შეიცვალა ძირეული რაღაც. მმართველი ელიტები, რომლებსაც ჰქონდათ უამრავი შესაძლებლობა და ჰქონდათ მაქსიმალური ძალაუფლება, დადგნენ იმ მოცემულობის წინაშე, რომ უნდა დაეთმოთ ძალაუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში სრულიად სხვა მოცემულობა დადგებოდა. აქედან გამომდინარე, ამ რევოლუციების შედეგად შეიქმნა ეგრეთ წოდებული ინკლუზიური ინსტიტუტები. ინკლუზიური ინსტიტუტი მოიაზრებს ასეთ მოცემულობას, რომ საზოგადოება არის დაყოფილი სხვადასხვა ჯგუფებად და უკვე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობენ არა მხოლოდ მმართველი კლასის წარმომადგენლები, არამედ სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები. ეს იქნებიან მეწარმეები, ეს იქნებიან სასულიერო პირები და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებსაც გარკვეული ინტერესი ამოძრავებთ. აი, როდესაც მათი ინტერესები არის დაცული და როდესაც მათი კერძო ინიციატივები და საკუთრება არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი, როგორც წესი, ესეთ საზოგადოებებში ეკონომიკური განვითარება გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს, ვინაიდან როგორც წესი ეკონომიკური განვითარება მოყვება ტექნოლოგიურ განვითარებას. ზუსტად ინდუსტრიული რევოლუცია იყო კერძო საკუთრებისა და კერძო ინიციატივების დაცვის შედეგი. როდესაც საზოგადოების წევრები გრძნობდნენ, რომ მათი კერძო საკუთრება არის დაცული, გაცილებით უფრო გამბედავები იყვნენ. მზად იყვნენ გადაედგათ რაღაც ნაბიჯები იმისათვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ თავისი წარმატება და შედეგად ზუსტად ამან განაპირობა ის, რომ გაცილებით უფრო სწრაფად ვითარდებოდა ის ქვეყნები, სადაც კერძო საკუთრება იყო დაცული და კერძო ინიციატივები იყო დაცული. ასე რომ მარტივად რომ ვთქვათ, არ არსებობდა გარკვეული ჯგუფი, რომელიც მოვიდოდა და გეტყოდა, რომ იცი რა, დღეს შენი ნაშოვნი ფული უნდა მე მომცე, ვინაიდან მე ვარ პირობითად მეფე, ან მე ვარ იმპერატორი, რაღაცა მსგავსი. აი ზუსტად ესეთ საზოგადოებებში, სადაც ეს მაქსიმალურად დაცული იყო კანონის უზენაესობის პრინციპით, იქ როგორც წესი მიმდინარეობდა უფრო სწრაფი ეკონომიკური განვითარება. მე-20 საუკუნეში დიდი ცვლილებები მოხდა. ბევრი მონარქია დაეცა, ახალი სახელმწიფოები შეიქმნა, თუმცა სახელმწიფოები გაიყვნენ მდიდარ სახელმწიფოებად და ზღარიბ სახელმწიფოებად. როგორც წესი, მდიდარ სახელმწიფოებს ახასიათებდათ მსგავსი ცვლილებები და მსგავს ცვლილებებში მოიაზრებოდა. პირველ რიგში ეს იყო დემოკრატიის გამტკიცება, მეორე ეს იყო აუცილებლად პლურალისტური და ინკლუზიური ინსტიტუტები და მესამე, რა თქმა უნდა, კერძო საკუთრების დაცვა. აი ამ სამ პრინციპს სახელმწიფოები თუ კი განახორციელებდნენ, მაშინ სახელმწიფო გაცილებით უფრო სწრაფად ვითარდებოდა. თუმცა საპირისპიროდ იყო სრულიად სხვა მოცემულობა, სადაც
მართველი ელიტა ქმნიდა ინსტიტუტებს, რომლებიც სრულიად არცემენ პატივს კანონის უზენაესობას, უფრო მეტიც საკუთარ თავს კანონზე ზევით აყენებენ, კერძო საკუთრებას ეს პატივს არცემენ და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ შეზღუდონ ადამიანის შესაძლებლობა კონდეს კერძო საკუთრება და ამავე დროს უქმნიან იმის საშიშროებას, რომ თუ კი არ ეთანხმება მართველ ელიტას ეს კერძო საკუთრება წაართვან და შედეგად რა თქმა უნდა იქ კერძო ინიციატივები გაცილებით უფრო ნელა მიმდინარეობდა და რამაც განაპირობა ამ სახელმწიფოების ეკონომიკური ჩამორჩენაც. აქედან გამომდინარე, რომ ვთქვათ, შედეგად რომ დავასკვნათ, სახელმწიფოების წარმატება ხშირად არის დამოკიდებული ზუსტად იმ მართველი ელიტების გადაწყვეტილებებზე. იმ მართველი ელიტის გადაწყვეტილებაზე შექმნას ისეთი ინსტიტუტი, რომელიც მაქსიმალურად იცავს თითოეული მოქალაქეს კერძო საკუთრებას და თავისუფლებებს და ამავე დროს უბიძგებს იმისკენ, რომ ამ თითოეულმა მოქალაქემ გასწიოს გარკვეული რისკი ეკონომიკური წარმატებისთვის. ხოლო წარუმატებელი სახელმწიფოები, როგორც წესი, შექმნილია იმ მართველი ელიტების მიერ, რომელსაც საკუთარი ინტერესების გარდა სხვა არაფერი ამოსრავებთ და ცდილობენ მაქსიმალურად დაჩაგრონ საზოგადოებრივი სხვა ჯგუფები, რომ საკუთარი ინტერესები გაატარონ ბოლომდე. და როგორც წესი, საკუთარი ასე ვთქვათ, ჯიბე გაიდიდონ და შედეგად ამ საზოგადოებაში არსებული სხვაობის ხარჯზე კიდევ უფრო გაემდიდრონ თავი. ამიტომ იმის და მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრი პროცესი არის საჭირო იმისათვის, რომ შედეგად სახელმწიფომ წარმატებას მიაღწიოს, ერთ-ერთი აქსიომატიკური ჭეშმარიტება არის ის, რომ თუ კი მართველი ელიტა, რომელიც ქმნის ექსტრაქტიულ ინსტიტუტებს, არ თმობს საკუთარ ძალაუფლებას, აუცილებელია ცვლილებისკენ საზოგადოება მობიძგოს. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება შედეგად იწვევს მართველი ელიტის ცვლილებას და მართველი ელიტის ცვლილება, როგორც წესი, შედეგად გამოიწვევს უკვე საზოგადოების და სახელმწიფოს ცვლილებას. ინსტიტუტების ცვლილების შედეგად, როგორც წესი, თუ კი ექსტრაქტიული ინსტიტუტები გარდაიქმნება ინკლუზიური ინსტიტუტებად, როგორც წესი, საზოგადოება გაცილებით უფრო მონდომებულია გარკვეული ინვესტიციები განახორციელოს თავის საქმეში და ეს, როგორც წესი, იწვევს შედეგად ეკონომიკის სწრაფ განვითარებას. აქედან გამომდინარე, ის თუ რა სიდუხჭირეში ხართ ამ ეტაპზე, ან რა გაჭირვება გიწევთ, ეს არ არის არც თქვენი მშობლების, არც თქვენი ბებია-ბაბუების და არც თქვენი წინაპრების პრობლემა. ეგ არის იმ მართველი კლასის მანკიერება, რომელიც საკუთარ ძალაუფლებას ყოველთვის აფუძნება ჩაგვრაზე და მაქსიმალურად ეწინააღმდეგებოდა ცვლილებას და მაქსიმალურად ზღუდავდა ინკლუზიას იმისათვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ მათ ჰქონდოდათ ექსკლუზიური ძალაუფლება ყველა ინსტიტუტზე და შეეზღუდათ შესაძლებლობები საზოგადოებრივი სხვა ჯგუფებისთვის. თუმცა, თუ კი ესეთი ცვლილებები არ განხორციელდა დროულად, მომავალში გაცილებით უფრო საშინელი მდგომარეობა ელოდება იმ საზოგადოებას, რომელიც არ შეეწინააღმდეგება მართველი ელიტის ასეთ დამოკიდებულებას. შედეგად გაცილებით უფრო მეტი რეპრესიები იწყება როგორც წესი და საბოლოოდ კი შეიძლება სრულიადად საზოგადოებისთვის ისეთი მოცემულობა დადგეს, როგორც მაგალითად ჩრდილოეთ კორეაში, როდესაც თავისუფლების ნატამალიც კი არ არსებობს. ასე რომ წარსული მოცემულობა არ იცვლება, თუმცა მომავალი მართლაც თქვენ ხელშია, ჩვენ ხელშია და მართველი ელიტა, რომელიც ცდილობს, რომ მაქსიმალურად შეზღუდოს ჩვენი შესაძლებლობები, ჩვენი თავისუფლებები, აუცილებელია, რომ გარკვეული ცვლილებისკენ ვუბიძგოთ, ვინაიდან სხვა შემთხვევაში მომავალი გაცილებით უფრო საშიში გველოდება.